შემდეგი ჭიქით მოვედი მინათია შაი და ძალიან საინტერესო უცნაური და ეზოთერული ჭიქა გამოვიდა ეს. თუმცა სანამ ჭიქის განხილვას დავიწყებ, მინდა ვთქვა, რომ მომწერა YouTube გვერდზე ერთმა მაყურებელმა და მკითხა, რომ როგორ შეიძლება იყოს საჯარო და ვინმეზე რეზონინდეს ყავის ჭიქა. ეს ხო ტარო არ არისო. ეხლა მე მინდა გითხრათ როგორ რეზონინდება. გინდა ტარო, გინდა ჭიქა და გინდა სხვა რამე. ნახეთ, ეს არის ინფორმაცია, რომელიც ამოვიდა. ამ შემთხვევაში მე დავლიე არა ჩემი ფიქრები, ემოციები, არამედ დავლიე ამ მიმართულებით, ამ გააზრებით, ასე გაშვებული ინფორმაციით სამყაროში, რომ ეს იქნებოდა საჯარო და ასის დროს ნახეთ როგორ ხდება. გინდა ტარო იყოს და გინდა ყავა კიდევ ერთხელ. ამ თუ იმ ვიდეოს, სადაც მსგავსი რამეებია, პოულობს ის ადამიანი, ვისაც სჭირდება ეს ინფორმაცია. ესე მუშაობს ესენი. და არ არის აუცილებელი, რომ თავად მან დალიოს. ეს არის საჯარო და არა პირადი. და ეხლა რას ვამბობდი? რა ვნახე საოცრება. აი ესეთი გაშლილი ქალის ტორსი, ქალის არსება, სადაც ჩანს, რომ დავწრილმანდეთ, ეს არის ქალის ქალური ენერგიის გამოღვიძება, სადაც ჩანს მლოცველი, რომელიც თითქოს აი ლოცვის დროს რო ადიან ჰაერში, აი ესეთ პოზაში და მისევით არის ბავშვი. რაც იმას ნიშნავს, რომ ქალებო, ვინც ახლა ამას უყურებთ, თქვენ გაქვთ ძალიან დიდი სულიერი გამოღვიძება, ძალიან დიდი ნახტომი ენერგეტიკული და თქვენში იბადება ახალი ადამიანი. აი, ახალი, საერთოდ ახალი ადამიანი. ნახოთ ახლა შეგნით რა ხდება. აი, აქაც ჩანს ქალი, რომელიც ისეთი გადავარცხლილი თმები აქვს, ან შეიძლება ითქვას, რომ გვირგვინიც აქვს, მაგრამ გვირგვინზე უფრო ის თითქოს ნახე მზის სხივებივით აქვს, რაღაცა დისკო, ხო, რაღაცა გასხივება, ასე ვთქვათ, ცნობიერების განახლება, რომელიც თითქოს მუცელზე წერს და ეს მიწაზე დაყურებს ციფრ 98, რომელსაც თავზე ესეთი პეპელა აზის. ძალიან საინტერესო ინფორმაცია ამოვიდა აქედან, რაც მიანიშნებს იმას, რომ 98 ნუმეროლოგიურად ეს არის ციკლის დასასრული, ეს არის კარმების დასასრული, ბოლო კარიბჭე და ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, სამყარო გეუბნებათ, რომ თქვენ დაამთავრეთ გამოცდა, თქვენ გაიარეთ საფეხურები, თქვენ დაწვით კარმა და ახლა როგორც პეპელა მეორედ იშობა და იბადება, ისე იბადებით თავიდან. და აი აქვე ნახეთ, როგორი ცხენზე ამხედრებული ყალყზე ამდგარი ცხენია და მხედარი მზის, რაც ამბობს იმას, რომ თქვენ უკვე ის ძალა გაქვთ, რომელიც ასე ვთქვათ, დიდი ძალა, დიდი ენერგია, რომელიც ახალ ცხოვრებას დაიწყებს ახალი მსოფლმხედველობით, ახალი ენერგიით, სუფთა ახალი ენერგიით. აი აქ მინდა გაჩვენოთ მამაკაცი, რომელიც ფეხზე დგას, ხელში თითქოს ბურთი უჭირავს და ჩიტს ესვრის. ესეც თქვენ ხართ, რომელიც უკვე ძალიან ძლიერია, ძალიან მყარია და თავის შიშებს, თავის ჩრდილებს ძალიან თავისუფლად ესვრის, აფრთხობს და აგდებს. აღარ ეშინია მას თავისი ჩრდილების, თავისი სისუსტეების და აი როგორც თოლია, ისე მოფრინავს მისი სულიერი ენერგია, მზე ჩანს უკან, გაკაშკაშებული და აი აქ არის ძალიან საინტერესო პასაჟი, მლოცველი ადამიანი ისევ და იგივე ფიგურა როგორ აგრძელებს გზას. აი, მე ვთქვი, რომ ძალიან სულიერ ეზოთერული ჭიქა გამოვიდა და აქ ჩანს, რომ ადამიანის არსება არის ვინც ამ ვიდეოს უყურებს, სულიერი ლოცვის პოზა. ნახე, ეს ადამიანი სულ სულიერ საკითხებში არის, ლოცვას არ გულისხმობ დილას, საღამოს ლოცვების წიგნის აღებას და წაკითხვას. არა, მისი გონება, მისი ფიქრები არის სულიერი საკითხებით დაკავებული ლოცვით, ანუ მადლიერებით ღმერთისადმი და ისე აგრძელებს ცხოვრებას. აი ზუსტად თავისუფალ მზე რო უნათებს გზას, ისე თავისუფალ ცხოვრებას. კიდევ ერთხელ ვამბობ,
წარსული შიშები და ლანდები არსებობს, არსად არ წასულა, მაგრამ გაგდებული აქვს. აი ნახე რა გაბედულად მიდის გარბის და მთელ სხეულს აქვს ტორს გულის ფორმა. მთლიანად სიყვარულია და მას არაფრის არ ეშინია. ყველაზე საინტერესო და მისტიური ეს არის აი ეს უზარმაზარი პეპელა. აი ეს პეპელა ზუსტად რამხელა პეპლად არის ქცეული, რომელსაც თან ბავშვის სახე აქვს და აი ზუსტად იმას რაც ვთქვი, ეს გაიმეორა აქ, რომ ეს არის იგივე სხეულში ახალი დაბადება, ახალი სიცოცხლე, ახალი რესურსები, ახალი ცხოვრების სცენარი და ქვევით არის ასე ვთქვათ, ქალის ასქესო ორგანო საშო, რაც მიუთითებს, რომ ეს არის ქალური, ეს არის დედობრივი, ეს არის მიწის, შობის, ხვავის, ბარაქის, ნაყოფიერების ენერგიის გაღვიძება თქვენში. აი იმ პეპლის წინ როგორი სანთელიანთია თავის ასე ვთქვათ შანდლის საყრდენით, რომელსაც მთლიანობაში 4-იანის ფორმა აქვს და ეს არის ნათელი მომავალი, რომელიც იქნება ძალიან ძალიან მყარი და ისევ და ისევ აი ესეთი ნავში მოცურავე კაცი და უზარმაზარი ქრისტიანული სიმბოლო, თევზის სიმბოლო. ეს არის დამშვიდებული, დაწყნარებული, გაწონასწორებული და დიდი ფილოსოფიური ცოდნით თითქოს ადამიანი, რომელიც მიიწევს წინ არ ჩქარობს, არ ეჩქარება, მშვიდად იცის, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს. აი ხა ნახეთ მეორე მხარეს რა ჩანს. მეორე მხარეს ჩანს, გაიხსენეთ ვინ ყავს ხოსა მელოტი ადამიანი. ეს ადამიანი ძალიან მყარად გიცავთ, ძალიან მყარად გიფარავთ და ძალიან კარგი მეგობარი და სანდო პიროვნებაა თქვენთვის. შეგიძლიათ დაეყრდნოთ ამ ადამიანს, ეს არის ნაჩვენები აი ამ მთელ დიდ ფსკერზე მოხდება თქვენთან რაღაცა საფეხურები, რაღაცა ეტაპები, რაღაცა სცენარები, როდესაც იგრძნობთ ამ ადამიანის ძალიან ძალიან დიდ მხარდაჭერას. გულში საკმაოდ მუქია ნალექი და თითქოს დემონი იყურება, მაგრამ უკვე ჩრდილი აქვს მას მიდებული. ეს არის წარსული შიშები, ტკივილები, მაგრამ უკვე გაფერფქთალებული არის. ეს უბრალოდ როგორც მახსოვრობა, აი ისე არის დარჩენილი და გავლენას ვეღარ ახდენს თქვენს ცხოვრებაზე. თქვენ მასზე ძლიერი ხართ და აი ნახეთ როგორ გამოდიხართ, როგორ დიდი გაშლილი ანგელოზი. ძალიან დიდი ტრანსფორმაციაა თქვენთან მომხდარი, სულიერი, ხართ ძალიან ძლიერი, ძალიან მტკიცე და სამყარო ყველაფერს ხედავს, ყველაფერს აფასებს და ყველაფრისთვის იხდის ჯილდოს და ამ ჯილდოს მიიღებთ თქვენ. გილოცავთ. დამიკომენტარეთ ვისთანაც რეზონინდა ეს სიტუაცია, ეს შინაგანი ტრანსფორმაცია და მე ძალიან გამიხარდება. თუ ბევრი მეტყვის, რომ ეს ჩემი არისო, იმიტომ რომ რაც უფრო მეტ ადამიანში იქნება ეს, როგორც პეპელა იშობა მეორედ, ისე ხელმეორედ შობა ერთ რეინკარნაციაში, ერთ სხეულში, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისალოცი ამბავია. გილოცავთ და შემდეგ ვიდეომდე გეშფშტობები თქვენი ნათიაშაი არხის გამოწერა არ დაგავიწყდა.